33 გვერდიანი დოკუმენტი და შეერთებული შტატების რადიკალურად შეცვლილი ხედვა. ტრამპის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მთელი საერთაშორისო წესრიგის მომავალს ეხება. ამერიკის ინტერესების ფოკუსირება სამყაროს დასავლეთ ნახევარსფეროზე, ჩინეთის გავლენის შემცირება და რუსეთთან ახალი სტრატეგიული ბალანსის მიღწევა. დოკუმენტში აღწერილია ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა და მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები მსოფლიოს ყველა რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუნქტი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით. ამერიკა ფიქრობს, რომ ნატო მუდმივად გაფართოებად ალიანსად აღარ უნდა აღიქმებოდეს. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპასა და ბრიუსელის პოლიტიკას ეხება. ვაშინგტონი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური სიმყარე დაკარგა, ხოლო მისი გადაწყვეტილებები აღარ ასახავს კონტინენტის რეალურ საზოგადოებრივ განწყობებს. შეცვლის თუ არა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურას. ნათია ჩეხერიასთან ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, ის უკვე იმყოფება კურიერი PS სტუდიაში. ნათია, საღამოშიდობის. საღამოშიდობისა, ნათია, პირველ რიგში დავიწყოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციით და ხედვით ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით, რას ამბობს დოკუმენტი შეერთებული შტატების ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ. ამერიკას უნდა ევროპასთან პარტნიორობის გაგრძელება, თუმცა ამასთან ერთად ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა ევროკავშირმა შეცვალოს კურსი და რა იგულისხმება კურსის შეცვლაში. დოკუმენტში გაკრიტიკებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები და ნათქვამია, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ზღუდავს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და ასევე ოპოზიციას თავის ქვეყანაში. აქ იგულისხმებიან მემარჯვენე ძალები. დოკუმენტი ასევე აკრიტიკებს ზოგიერთ პოლიტიკოს, ევროპელ პოლიტიკოს და ამბობს, რომ მათ აქვთ არარეალისტური დამოკიდებულება და მოლოდინები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ასევე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ ხალხს სურს მშვიდობა, ეს არ აისახება ეს სურვილი ამ მთავრობების პოლიტიკაში. ამერიკა ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპას, რომ შეცვალოს ტენდენციები. თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ ამოუცნობი გახდება. გაურკვეველია ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რათა დარჩნენ ჩვენს საიმედო მოკავშირეებად. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ევროპის დახმარება მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს. უფრო დიდი პრობლემაა ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანიზაციების ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს. თავისუფალი სიტყვის ცენზურა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა, ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა. ევროკავშირს ტრამპის ამ შეფასებისთვის ჯერ პასუხი არ გაუწია, თუმცა გამოეხმაურა დოკუმენტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ ბერლინს შეუძლია თვითონ გადაწყვეტილების მიღება და საჭირო არ არის გარერჩევები. შეერთებული შტატები იყო და რჩება ნატოში ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ, თუმცა ალიანსი ფოკუსირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. გამოხატვის თავისუფლების ან თავისუფალი საზოგადოების ორგანიზების საკითხები არ შედის ალიანსის კომპეტენციაში. გერმანიაში ვთვლით, რომ შეგვიძლია თავად მოვაგვაროთ ეს საკითხები და არ გვჭირდება გარერჩევები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკა აკრიტიკებს ევროკავშირს, აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკას ბრიუსელის ბიუროკრატია, რომლისთვისაც ბოლოდროინდელი სკანდალით სერიოზული რეპუტაციული ზიანი აღმოჩნდა. საუბარი მაქვს მოქმედი და ყოფილი მაღალი ჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე, რომელსაც ახლა იძიებენ. გამოძიება იკვლევს, იყენებდა თუ არა ევროპის საგარეო საქმეთა ქმედების სამსახური ევროკავშირის თანხებს არამიზნობრივად. და ნათია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, თუ შეიძლება რომ დეტალი დავარქვათ ამას და ნაწილი არის შტატების ხედვა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ აი ამ დოკუმენტში არის ჩაწერილი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კი ბატონო, ნათქვამია, რომ ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსი ვეღარ იქნება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში, იყო ზუსტად ეს, ნატოს გაფართოების საკითხი და ამაზე ვერ თანხმდებიან უკრაინა და ევროპა რუსეთთან. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ძალიან ხისტი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თუ ევროპა მოინდომებს ომს რუსეთთან, მაშინ რუსეთი ამისთვის მზად არის. ჩვენ არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, ეს უკვე 100-ჯერ ვთქვი. თუმცა თუ ევროპა მოულოდნელად მოინდომებს და დაიწყებს ჩვენთან ომს, ამისთვის ახლავე მზად ვართ. თუ მოულოდნელად ევროპა დაიწყებს ჩვენთან ომს, ეს ხომ უკრაინა არ არის. უკრაინასთან ჩვენ ქირურგიულად ვმოქმედებთ. სიფრთხილით, ეს არ არის ომი ამ სიტყვის პირდაპირი თანამედროვე მნიშვნელობით. თუ ევროპას მოულოდნელად მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს მას, ძალიან სწრაფად შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც არავინ იქნება
იწოდება, ვისთანაც მოლაპარაკებების წარმოება შეგვეძლება. ნაცია ბუნებრივია აქტუალობას არ კარგავს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები. საინტერესოა რა ეტაპზე ამ დროისთვის მედიაცია და რა შეიცვალა დღეს მდგომარეობით ტრამპის დოკუმენტში. მოლაპარაკებები ამერიკასა და უკრაინის დელეგაციებს შორის, ასევე ამერიკასა და რუსეთს შორის მართლაც გრძელდება. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტია ახლა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ასევე უკრაინელების უსაფრთხოების დაცვა. რაც შეეხება რუსეთს, შედგა ასევე შეხვედრა უიტკოფს კუშნერსა და ვლადიმერ პუტინს შორის რამდენიმე დღის წინ. ვიცით, რომ კომპრომისული ვარიანტი ჯერჯერობით არ გვაქვს, არსებობს რაღაც ვარიანტი, მაგრამ მუშაობა კიდევ გრძელდება. თუმცა ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ არის იმის იმედი და დარჩა ჩდაბეჭდილება, რომ პუტინს ნამდვილად სურს ახლა ომის დასრულება. დასრულდება თუ არა ომი და ზუსტად მის დასრულების საჭიროებაზე არის საუბარი ასევე დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის შესაძლო შეიარაღებული დაპირისპირების რისკის შემცირებაზე. შეერთებული შტატების მთავარი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად. ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპის ქვეყნების თვითმყოფადობის მხარდაჭერა. ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამ დოკუმენტს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას დაეფუძნება. ამ სტრატეგიაში წერია თუ როგორი ურთიერთობები ექნება ამერიკას სხვა ქვეყნებთან, რომ ამერიკის მთავრობა სურს კარგი, მშვიდობიანი, კომერციული ურთიერთობები აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათზე დემოკრატიული ან ნებისმიერი სხვა ცვლილებების თავზე მოხვევის გარეშე. აი ამ ძირითად საკითხებს მოიცავს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. მადლობა, ეს ნათია ჩეხერია იყო, საუბრობდით ტრამპის სამშვიდობო დოკუმენტზე.